პროცესზე უნდა ვილაპარაკოთ, ბუნებრივია და მოდი პირველ რიგში დავიწყოთ სულ რამდენიმე წამის წინ მოვისმინეთ ახალი პატრიარქის შიო მესამის სიტყვა, მან ბევრი მიმართულებით გაამახვილა ყურადღება. თქვენ რას გამოარჩევდით, რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი ყურადსაღები მის ამ სიტყვაში? პირველ რიგში გულოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას და საქართველოს პრინციპში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყველას რელიგიური ინსტიტუტია, ხო, ყველას მემკვიდრეობა ისტორიული, ამდენად ყველასთვის მნიშვნელოვანი და ისტორიული დღეა, როცა აი ეს განგრძობადობა ნარჩუნდება, ხო, ჩვენი საპატრიარქო ტრადიციის, ჩვენ მონარქია აღარ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ეს უწყვეტი ჯაჭვი, ხო? შესაბამისად ეს არის ძალიან ამახელბებელი ყველასთვის, მიუხედავად იმისა, ვის შეიძლება მოსწონდეს ეს პატრიარქი თუ ის პატრიარქი, ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, რომელიც მე პირადად ძალიან აღმაფრთოვანებს. ამასთან მისი უწმინდესობის სიტყვა ბუნებრივია დაწერილი იყო იმგვარად, რომ ყოფილიყო გამაერთიანებელი და არა გამყოფი. ეს არის კარგი. კარგია, რომ მინიმუმ ეს ვიცით, რომ ასეთი თარიღების, ასეთი დიდი მოვლენების მიმართ მის უწმინდესობას აქვს მგრძნობელობა და სენსიტიურობა და იქ რაღაც პარტიზანული ელემენტები არ შეაქვს. მე მომეწონა ყველაზე მეტად აი ამბიონიდან ჩამოსვლის და ხალხში გასვლის მოწოდება, როგორც უძღებიშვილის, როგორ თქვა, იგავის გაგრძელება, ხო, თქვენ იცით, რომ უძღებიშვილის იგავში არის არანორმალური, ანუ კაცობრივი თვალსაზრისით, წუთისოფლის თვალსაზრისით მიტევება, ხო, რომ ვიღაცა შვილი, რომელსაც მიეცი ყველაფერი, რომელმაც გაყიდა ყველაფერი, გაანიავა, ადვილს არ გცემდა, უცბად გადმოდგება ჰორიზონტზე. მამა აძუნძულებული მიდის, რომ შეეკეთოს მას და აპატიოს ყველაფერი, ანუ ეს ცნობილი ის, რომ სადამდე შეგვუნდოთო და 70 ბოდიში გაწყვეტინებ. ბოდიში ეხლა პარალელურ რეჟიმში ვხედავთ, როგორ ტოვებს ღვთისმშობელს ახალი პატრიარქი, ის გავიდა ხალხში, აი როგორც შენ ახსენე, სწორედ და მრევლიც როგორც ცდილობს მიულოცოს მათ ხელით შეხებასაც ხედავთ თავად პატრიარქის მხრიდანაც გაწვდილ ხელს, რომ ესე იღებს მოკლედ მიულოცოებს იმ მრევლისგან, რომელიც ელოდებოდა მას ტაძრის გასასვლელში, აი ამ კადრებს ხედავთ პარალელურ რეჟიმში ბოდიში გაგაწყვეტი. არა, რა ბოდიში პირიქით, ცოტა წარმოდგენების კრიზისი თქვენც გექნებათ და მეც მაქვს, როცა საპატრიარქო კუნთუბართულში და წოწისფერ მანტიაში ვხედავ შიო მესამეს, თქვენ არ გვინახავს ხო სხვა პატრიარქი ასე შემოსილი და პირველად ამ კუნთუბართული გავაცნობიერე, რომ პატრიარქი გახდა. ანუ მიტრის დადგმის პროცესი, რომელიც რამდენიმე საათის წინ იყო, მაინც არ იყო ისეთი რა, რომ ბოლომდე გავიგე რა ხდება. აი უბრალოდ ჩემ არაცნობიერმა ბოლომდე აღიქვა რა ხდება. აი ახლა გავიგე რა ხდება. რა თქმა უნდა, აღსაყრება შეიძლებოდა ცერემონიულად მისი გაუმჯობესება შესაძლებელია, ვთქვათ, ვთქვათ. პატრიარქისთვის უკეთესი შესამოსევლის შერჩევა შეიძლებოდა, მაგრამ როგორც მეუფე ანდრია გვაზავამ თქვა, მათ ვერ მოასწრეს ეს ყველაფერი. ნუ გასაგებიც არის, მათ ჰქონდათ დასაგეგმი, საპატრიარქოს ჰქონდათ დასაგეგმი რაღაცა სინოდი, შემდეგ აი ჯარის მოწვევა ლამის, რასაც ითვალისწინებდა მართვა-გამგეობის დებულება. და ამდენად უზარმაზარი შრომა გასწიეს, მე კი ვწუწუნებდი, რომ აი მანტიები შეგერეთ მეთქი, იმიტომ რომ მართლაც ძალიან ეს არის, რა ქვია, ეს სილამაზე არ არის უბრალოდ რაღაცა ფორმალიზმი, ხო? ჩვენ ამაში რა ფორმას კი არ აქვს უსასრულო მნიშვნელობა, არამედ რას განასახიერებს ეს ფორმა, ხო? შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ შინაარსი ფორმის გარეშე არსებობს, მაგრამ და რა თქმა უნდა ფორმა არ უნდა იყოს პირველად. მაგრამ შინაარსს დართული მეორეულად დართული ფორმა არის უმნიშვნელოვანესი რამ, გვაქვს რა თვალები, ხო? შესაბამისად, ხო, ასე შემიძლია შევაფასო შიო მესამის პატრიარქობას მე პირადად მსურს რუსულ დიდი წარმატება, უდიდესი წარმატება. მსურს ის იყოს პატრიარქი, რომელიც ჩალას გამოავლებს პირში ყველას, ვინც მასზე ამბობდა, რომ
საქართველოსთვის არ იქნებოდა ის უკეთესი. ანუ და დარწმუნებული ვარ მათაც ეს სურთ, ხო? მე მსურს რომ მისმა უწმინდესობამ იპოვოს გზა გადალახოს ადამიანების მიერ ნაშენები კედლები. მე მსურს რომ მისმა უწმინდესობამ მისი უწმინდესობა არ მოექცეს პარტიაში. თქვენ იცით რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტული არის ავანესი, ხო? თქვენ უნდა იქცეთ სრულიად საქართველოს საყოველთაო მამამთავრად, ხო? ეს საყოველთაობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთა ტიტულში და წოდებაში რამდენჯერმეა ხაზგასმული, ხო? ეს მისგან მოითხოვს იმაზე მეტ რეალობას, ვიდრე ჩვეულებრივ. მას მოეთხოვება არ იყოს პარტიზანური პატრიარქი. ჩვენ არაფრის დიდებით არ შეიძლება ვთქვათ, რომ პატრიარქს არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებები, რა თქმა უნდა, მას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ სასურველია, რომ მან არ გამოხატოს ის გროტესკული ფორმით და თუ ამ დინამიკაზეა საუბარი, რომელზე უპირატესი უნდა იყოს, ხო, სახელმწიფო ეკლესია სახელმწიფოზე, ალბათ ყოველთვის საზოგადოებისთვის ჯობია, რომ ეს ადავოიქნება ვიღაცის, ეკლესია იდგეს უფრო მაღლა და შემაკავებელ ფუნქციას ასრულებდეს. მისმა უწმინდესობამ ასევე უნდა გააცნობიეროს ეს, რომ ის ზის ქართველ კათოლიკოსთა ტახტზე, ის არის 152 საკუთარი სახეობის, ხო? აი ამ რაღაც დიდი პლეადის, რომელიც საფუძველს მართლაც იღებს, რომელთაგან პირველი ანდრია მოციქული, ხო? ჩვენი რწმენით და ტრადიციით, ხო? შესაბამისად ანდრიას კათედრიდან მან უნდა მიხვდეს, რომ ახლანდელი კეისარი, წარმავალი კეისარი, მის წოდებასთან, მის მსახურებასთან შედარებით არსებითად არავინ არის. არც ახლანდელი, არც მომავალი. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაც კონსტიტუციური თეოკრატია ჩამოვაყალიბოთ, მაგრამ სულზე ზრუნვა მოითხოვს განსაკუთრებულ ვირტუოზულობას ისეთ რთულ დროში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამასთან ქრისტიანული დოქტრინის დაცვა იმგვარად უნდა წარიმართოს, ხო? გასაგებია, რომ შესაძლოა ვიღაცას ჰქონდეს ეკლესიასთან განსხვავებული პოზიციები, რომ მან არ დაამცროს ქრისტიანობა. ანუ პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისმა უწმინდესობამ გააკეთოს ყველაფერი, რაც წინა წლებში არ კეთდებოდა, რომ ის არ გახდეს ამახალისებელი დაუსჯელობით თუ პირდაპირ სიტყვით ძალადობის, ხო? არ შეიძლება ქრისტეს ეკლესია იყოს კონცენტრირებული გამოხატვის თავისუფლებაზე იმდენად, რომ ხუთი გოგო გავა თუ არა რუსთაველზე, ამის გამო აწყობდეს რაღაცა უზარმაზარ იმას, რა ვქვია, პრობლემას. გასაგებია, რომ ეკლესიას და შესაძლოა ზოგიერთი მემარცხენე ექსტრემისტული იდეის მიმართ მე ძალიან დიდი პრობლემა მქონდეს, ხო? ეს ვერ ექნება, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებაზე. სინამდვილეში ესეთი წერტილები, რომელზე შეთანხმებას ჩვენ შეგვიძლია, არის ძალიან მარტივად გადასალახი, თუ აი ამ რაღაც ქიშპობის სული დაიძლევა და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს ეკლესია უნდა გააკეთოს, ხო? კი ბატონო, ლევან, აი რამდენიმე წუთი მაქვს დარჩენილი და აუცილებლად მინდა გითხო, გუშინ წავიკითხე მე შენი სტატუსი, რამდენად განსხვავებული პატრიარქია წინა პატრიარქებისგან, უკვე პატრიარქი შიო მესამე, ხო? და მოდი ამ ნაწილზეც ვისაუბროთ, შენი თვალით დანახული ახალი პატრიარქი და ის ფაქტობრივი მოცემულობები, რომელიც პრინციპში განასხვავებს მას მისი ყველა წინამორბედისგან, ხო? მოდი ესე ვთქვათ, ხო, ეს არის ხოლმე ერთ-ერთი რაღაცა. არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი და არსებობს საზოგადოებრივი ჟურნალისტების კარგად მოგვეხსენება ცნობის მოყვარეობა, ხო? მე დავწერე ის ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებდა ცნობის მოყვარეობას, რომ ის არის მაგალითად არაარსებითი ნაწილი, ანუ რომ ეს შეიძლება არსებითი იყოს ფოტოშოპის. მასზე ახალგაზრდა მეორე პატრიარქატის პერიოდში, ანუ 1917 წლიდან იყო ორი პატრიარქი, ილია მეორე იყო 44 წლის, 54 წლის იყო ქრისტეფორე მესამე და თითქმის მისი ასაკის იყო ლეონიდე, პატრიარქი ლეონიდე, ანუ აქაც რა თქმა უნდა სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა უკრავდა, ხო?
და ასე ვუყურებთ, რომ გამორჩეულად ახალგაზრდა პატრიარქის ხმებთან შედარებით რაღაც უპრეცედენტო, ის არ გახლავთ სხვათა შორის, ხო? ეს ჩვენ მივეჩვიეთ, რომ კათოლიკოსი რაღაც 20 წლის განმავლობაში საკმაოდ ცხოვანი იყო, ნელა გადაადგილდებოდა, ახლა რო ვუყურებ მის წმინდესობას, რომ რაღაცა ენერგიით სავსეა და მოძრაობს, აი ეგეც წარმოდგენების კრიზისში მაგდებს, იმიტომ რომ ჩვენ ჩვეული ვართ, რომ პატრიარქი ძალიან ნელა გადაადგილდება, ხო? ამას ჰქონდა ძალიან დიდი ხიბლი სხვათა შორის, მაგრამ არც ენერგია სხვაგვარი, ხო? ის არის სხვათა შორის პირველი პატრიარქი, რომელიც გაიზარდა იმ სამთავარ ეპისკოპოსოში, რომლის მთავარ ეპისკოპოსიც ახლა არის ამ თბილისში. დავით მეხუთე დევდარიანი თუ სწორად მახსოვს, დაიბადა თბილისში, მაგრამ არ გაზრდილა. ანუ ეს არის რაღაც თბილისელი კანდიდატი, ამას რაღაც ელიტისტურად კი არ ვამბობ, რომ ფაქტს აღნიშნავს. ასევე პროფესიონალი მუსიკოსი, ვიღაცამ შეიძლება იდავოს, რომ არ დაუმთავრებია, მაგრამ ჩემი აზრით ტილისყავება. ასევე მისი უწმინდესობა არის პირველი პატრიარქი, შესაძლოა არა მეორე პატრიარქად, მაგრამ მთელი პატრიარქების განმავლობაში, რომელმაც ის ინგლისური, ფლობს ინგლისურ ენას, ინგლისურს და კომპიუტერს, ხო, ეს ცნობილი ფრაზა რომ გამოვიყენოთ. და ეგეც ცოტა კრიზისში მაგდებს წარმოადგენს, აი წარმოიდგინეთ პატრიარქი მესიჯრობს, ხო? ან ეს ხო ჩვეულებრივი რაღაცაა, მაგრამ მივეჩვიეთ რომ 9 საუკუნის განმავლობაში პატრიარქს, რომელიც რაღაცა განასახიერებდა ყველა მანერით, ასაკის გამოც, იმის გამოც, რომ სხვა დროის შვილი უფრო იყო, ხო? ეს რაღაცა დიდ კონტრასტს ქმნის ამაში, თორე რა თქმა უნდა, საკრიტიკებელი ან რამე აქ არაფერია. ეს არის ცნობის მოყვარეობის ნაწილი, რომელიც უბრალოდ დავწერე, იმიტომ რომ გონებაში გადამეთამაშებინა. კიდევ 21 საუკუნეში ნაკურთხი პირველი პატრიარქი და მე-3000 წლებში აღსაყრებული პირველი პატრიარქი. სხვათა შორის ეს მე-3000 წლებში აღსაყრებულობა მისგან მოითხოვს, რომ მაინდა-მაინც პირველი საუკუნის კრებების იურიდიზმით არის არგებლოს, მას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღოს ამ კრებათა განახლებული ვერსია, რომელიც კრების დოკუმენტებშია მოცემული და გააკეთოს მისი რეცეპცია. მაგრამ დღეს აი ამ რაღაცა პროცესუალურ ნაწილზე საუბარი არ მინდა და არც კრიტიკა მსურს, ამის დრო მოვა, ჩვენი პროფესიული მოვალეობა ამას მოითხოვს და ამის დრო იქნება 17 მაისი, პირველი ასეთი პოლიტიკური ტესტი იქნება 17 მაისი, როცა კათოლიკოს პატრიარქმა უნდა გვანახოს, გასაგები არავინ თხოვს ეკლესიას დოქტრინის შეცვლას, მაგრამ არც იმას თხოვს, რომ უსასრულოდ ეთაყვანოს აბსოლუტურად უაზრო, აბსოლუტურად არაეფექტიანი, არავის გავლენის მომხდენი კანონების მიღებას ხელისუფლების მიერ, მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას ეს შირმა სულ ტრადიციონალისტია. დიდი მადლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ლევან სუთიძე იყო დღის ამბების ეთერის